რა ენერგიებში ხარ ახლა შენ? ვინ შემთხვევით შეხვდა ამ ვიდეოს? რა ენერგიებში ხარ ახლა შენ? არავის არ ეუბნები შენი გადაწყვეტილება, რაღაცა გადაწყვეტილება, რომელიც ბევრი მსჯელობის საფუძველზე მიიღე და ებრძვი, მოდი ასე ვთქვათ, შენს თავსაც ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ცდილობ, რომ აი შენი გადაწყვეტილება, რაც ასე ვთქვათ, რასაც წინ ვერ მიყავ ხარ, ამასთან დაკავშირებით მოიგერიო მართლაც ეს წინააღმდეგობები, ყველას თავისი აქვს ხა აქ კონკრეტულს ვერ ვიტყვი, მოიგერიო ეს წინააღმდეგობები და გააგრძელო გზა. თუმცა გიჭირს, ვერ აგრძელებ წინ გზას, მაინც იმ შენ გადაწყვეტილებასთან გიწევს ბრძოლა, რაც მიიღე, აბსოლუტურად გაცნობიერებულად და სწორია ეს გადაწყვეტილება, მაგრამ აი ამ გადაწყვეტილების იქით ვერ მიდიხარ, გამიგე? აი ეს არის შენთვის შეფერხება და ცდილობ აქ საკუთარი პრინციპები დაიცვა, მაგრამ ამ ყველაფერს არავისთან არ ამბობ, ჩემო ძვირფასო, ინტუიციურად რაღაცას გრძნობ. შენ შეიძლება ხარ ძალიან ძლიერი ინტუიციის მატარებელი ადამიანი და შესაძლოა ეზოთერიკოსიც. ნახოთ როგორი იქნება შენთვის 31 დეკემბრის კი არა და ახალი წლის ღამე, ხო? როგორი იქნება 2026 წლის ღამე ენერგეტიკულად და 1 იანვარის მთლიანი დღე. მომავალი 2 დღის პროგნოზი შენთვის. მომავალი 2 დღის პროგნოზი შენთვის. 31 იანვრის პროგნოზი ამ ადამიანისთვის როგორ ენერგიებში იქნება. ეს რას ეხება? ეს ეხება ცალსახად ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას საქმიანობასაც, ბევრს აკეთებ შეიძლება და ელოდებით რა იქნება მომავალში, აქ სიგნიფიკაციაში და აქ ცოტა ფინანსური კრიზისი შეიძლება იყოს, ახალი წლის პერიოდებია, თუმცა საქმიანობას თუ ეხება ახალი კლიენტების შემოვლენ და გექნებათ ფული, რაც შეეხება მამაკაცს, ვისთანაც